კრიტიკა და კითხვები ანაკლის სპორტის პროექტის გარშემო ოცნების მთავრობისგან განმარტებებს ითხოვენ, რას ემსახურება ნავსადგურის სიღრმისა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების შემცირება. მიზანი ფულის დაზოგვა თუ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა რამ იმალება. სპეციალისტების აზრით ეს ცვლილებები ზღუდავს მსოფლიოს უმსხვილესი საკონტეინერო გემების უსაფრთხო მანევრირებას და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის კონკურენტუნარიანობას შავი ზღვის რეგიონში. უფრო მეტი მარიამ ლეკიაშვილმა იცის ამ თემის შესახებ, ის ახლა ფორმულას ეთერს შემოუერთდა. მარიამ გისმენთ. დიახ, გიორგი, ახლა მთავარი შეკითხვა არის ხომ არ ამცირებს პროექტში შეტანილი ცვლილებები ანაკლიის სპორტის კონკურენტუნარიანობას შავი ზღვის აუზის სხვა უმსხვილეს სპორტებთან. შედარებით უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ თუ რა ცვლილებებზე არის საუბარი, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის სპორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შეპესე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ვიგებთ, როგორც დოკუმენტებში წერია 2025 წელს დამტკიცებული გეგმისგან განსხვავებით მცირდება ანაკლიის პორტის სიღრმე, ასევე სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობები. ეკონომისტები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მსგავსი მასშტაბის ცვლილებები და ფართობის შემცირება სერიოზულ ზიანს მოუტანს ანაკლიის სპორტის მშენებლობას. მათი აზრით, ახლა ქართულმა ოცნებამ უნდა ახსნას საკუთარი მოტივი, თუ რა მოტივით დაგეგმა მან მსგავსი მასშტაბის ფართობების შემცირება. ასევე მათი აზრით, ახლა ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ცვლილებები ანაკლიის სპორტის მშენებლობისას. მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ ფაქტებზე და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაზე, თუ რატომ მცირდება ანაკლიის სპორტის მასშტაბი. რატომ ხდება, რომ კლებულობს მისი საპროექტო სიღრმე. გათვალისწინებული იყო 20.3 მეტრი, რაც ნებისმიერი სიდიდის გემების მიღების საშუალებას იძლევა, დღეს მისი სიღრმე მცირდება 18 მეტრამდე. ხომ არ არის ეს გამოწვეული ფინანსური რესურსების უკმარისობით. ამ ოპერაციით დაახლოებით 100, შეიძლება 150 მილიონი დოლარი დაიზოგოს. საბოტაჟში და სამშობლოს ღალატში უკვე გამოწვრთობილი საქართველოს ხელისუფლება მორი მოღალატეობრივ აქტს ჩადის და ანაკლიის სპორტის, როგორც საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებრივი პერსპექტივის დასამარებას აგრძელებს. სპორტი, რომელსაც ჰქონდა პარამეტრები საერთაშორისო ღრმაწყლოვანი პორტისა, დაიყვანეს ამ მასშტაბამდე, არის აბსოლუტურად გაუგებარი. იქ არის ჩატარებული ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პორტს შეუძლია და აქვს პოტენციალი ამ მასშტაბებით მიიღოს ყველაზე მსხვილი გემები მსოფლიოში, მაგრამ ამ მასშტაბების დაპატარავებით ვერ ვხედავთ სხვა ახსნას, გარდა პოლიტიკური და უსაფრთხოებრივი საბოტაჟისა, რომელსაც ქართული ოცნება თანმიმდევრულად აწარმოებს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ რუსული ინტერესების სასარგებლოდ უკვე 10 წელია. 2026 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ანაკლიის სპორტის მშენებლობას განსხვავებული მოდელით გეგმავს. კერძო ინვესტორების ნაცვლად ანაკლიის სპორტს უშუალოდ სახელმწიფო აშენებს, რისთვისაც ქართულ ოცნებას საერთაშორისო დონორებისგან დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება დასჭირდა, ხოლო უშუალოდ პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქართული ოცნება გეგმავს, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით პორტის სხვადასხვა ქვეყნის კერძო ჯგუფებს მიაქირაოს.